შექმნილია ჯგუფი ფიტოთერაპია და ჰირუდოთერაპია. შემოგვიერთდით ჯგუფში, რათა გაიგოთ ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი და შექმნათ თქვენი თავის უკეთესი ვერსია. ერთ-ერთი გადაცემა მე მქონდა ასეთი, რომ როგორ მოვამზადოთ თვალის სისხლძარღვების გამწვენი და თვალის ქსოვილის მკვებავი კოქტეილი. მოდი დღეს განვავრცოთ ეს თემა. მე გახლავართ მარიამ გელაშვილი, ჰირუდოთერაპიის აკადემიის დამფუძნებელი, ფიტოთერაპევტი, ფარმაკოლოგი. როგორც ხედავთ, თვალი არის რთული აგებულების. დღეს ახლა არ დავიწყებ განხილვას იმის შესახებ, თუ რამდენი შრეებისაგან შედგება თვალი, მაგრამ დააკვირდით, როგორ არის მისი სისხლის მომარაგება. ეს არის განივი ჭრილი, სადაც არის თვალსაჩინოება წარმოდგენილი, თუ როგორ არის მომარაგება თვალის სისხლძარღვების არტერიებით და როგორ ხდება ვენური სისხლძარღვებიდან უკვე ცხოველქმედების მანე პროდუქტების გამოტანა გარეთ. თუ რატომ გადავწყვიტე ეს და რამდენად მნიშვნელოვანია, ამას თანდათან ავხსნი. პირველი განვიხილოთ ის, რომ თვალს ძალიან დიდი დატვირთვა მიეცა უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, ვინაიდან თვალის დაავადებები არის უკვე იმ სიაში, რასაც ქვია ოფისის დაავადებები, ანუ ოფისის სინდრომი, იმიტომ რომ ჩვენ მიჯაჭვულები ვართ, გინდა არ გინდა კომპიუტერთან და ესეც რომ არ იყოს, თვალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც ქართული ძველი სიტყვიერებით, ხომ, თვალის ჩინი, თვალის მზერა, გონების თვალი და სწორედ ის კოქტეილი, რასაც ჩვენ დღეს მოვამზადებთ თქვენ თვალწინ, ეხმარება არა მარტო თვალის ჩინის შენარჩუნებას, არამედ გონების თვალის სიმახვილესაც. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის ამა თუ იმ ხელოვნების ნიმუში, განსაკუთრებით მხატვრულ ფერწერაში, თვალის პოზიციის გადმოცემა. ან თუ დავუშვათ რაღაცა შეცდომას ვუჩვევ, როგორც არასპეციალისტი მხატვრობაში, მაშინ მომიტევეთ, მაგრამ მოდი დავაფიქსიროთ ერთი რამე. ყველასათვის ცნობილი ნახატი ქალის აყურით. რამხელა მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში თვალის პოზიციის დაფიქსირება, ხო? და თვალის მნიშვნელობა. თითქოს თვალს რომ ასეთი მზერა არ ჰქონდეს, ჩვენ ამ დიდებულ ნახატს ვერც აღვიქვამდით. ანალოგიური არის სიქსტინის მადონას შედევრი რაფაელის, სადაც მზერას აქვს ყველა გადამწყვეტი მნიშვნელობა სხვა იმფერებთან და სხვა ჰარმონიასთან მიმართებაში. ასევე არის თქვენთვის საყვარელი და თქვენთვის მნიშვნელოვანი ნახატი. აი აქ შედარებით მრავალია პერსონაჟი ნახატის და მათ მზერას იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ერთიანად ქმნის იმ ჰარმონიას, რითაც ჩვენ აღვიქვამთ შედევრის მის შედევრობას. ასე რომ ამით რისი თქვა მინდა? იმისათვის რომ ჩვენ ეს ყველაფერი აღვიქვათ გარემომცველი სივრცე, წავიკითხოთ, დავინახოთ, აღვიქვათ მშვენიერება და ბევრი რამე, რაც თვალზეა დამოკიდებული, თვალი უნდა იყოს ჯანმრთელი. თვალის სიჯანმრთელე ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს გენეტიკური განწყობა, ეს არის ქრონიკური დაავადებები, ეს არის ის მთელი რიგი პრობლემები თუ მთელი რიგი ფაქტორები, რა ფაქტორებში გვიწევს ჩვენ მუშაობა და კიდევ როგორი არის ჩვენი ასაკი. ასე რომ დღეს ვეცდები თქვენ თვალწინ მოვამზადო ჩემგან საჩუქრად გქონდეთ რეცეპტი, რომელიც გამოიყენება თვალის სისხლძარღვების გასასუფთავებლად და პარალელურად თვალის ყველა ქსოვილის საკვებად. ამ შემთხვევაში თვალის ბროლი არ იგულისხმება, ვინაიდან თვალის ბროლი არ მარაგდება სისხლძარღვებით, არ იკვებება სისხლძარღვებით. რისგან შედგება კოქტეილი? კოქტეილი შედგება ვაშლისაგან, სტაფილოსაგან. მინდა გითხრათ, რომ უნდა გამოიყენოთ აუცილებლად ანტონოვკა ვაშლი, ან თურაშაული, რომელსაც მეორენაირად ვეძახით ბროცხს
ან ქართული მწვანე ვაშლი, საქართველოში მოყვანილი, ყველაფერი ორივე იქნება, რომელსაც აიღებ, იქნება გათლილი. ნუ გამოვიყენებთ ორი სახეობის ვაშლს ერთად. ვაშლი შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით რკინას, ძალიან დიდი რაოდენობით ვაშლის მჟავას, ლიმონის მჟავას თავისთავად ცხადია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება უშუალოდ ვაშლის მჟავა. სტაფილოს ასურველი ავიღოთ ქართული სტაფილო, ცოტა მოგვიწევს გასუფთავება. სტაფილო შეიცავს კაროტინს, ეს არის A ვიტამინის პროვიტამინი, რომელიც არის როგორც ღვიძლის პროტექტორი, ასევე თვალისთვის აუცილებელი პროდუქტი. დაგჭირდება ჩვენ ლიმონი, ქართული ლიმონი აიღეთ აუცილებლად, დაგჭირდება ფორთოხალი. ფორთოხალი, ესეც თუ გააკეთებთ ქართულს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თუ თქვენ გაქვთ ქოლესტერინი მაღალი, ამ შემთხვევაში გამოიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ გრეიპფრუტი და ახლა არის ქართული გრეიპფრუტის სეზონი და ეს ძალიან კარგი იქნება თუ ამას მოახერხებთ. დაგჭირდება ასევე ფინიკი. ფინიკი შეიცავს დიდი რაოდენობით გლუკოზას, ფრუქტოზას, მაგრამ თავი რაც არის, ის არის, რომ ფინიკი შეიცავს თითქმის მენდელეევის მთელ სისტემას. შედის რკინა, თუთია, მოლიბდენი, სპილენძი, მაგნიუმი და მანგანუმი და ძალიან ბევრი იშვიათი მიკროელემენტი, რომელიც ჩვენთვის არის აუცილებელი. და თუ დავუშვათ ჩვენ ფინიკი არ აგვაქვს, მაშინ უნდა გამოვიყენოთ თაფლი. ეს აიღება დაახლოებით 50 გრამი. ასევე უნდა გამოვიყენოთ კოწახურის მარცვლები, კარგად გარეცხილი. ნუ ფინიკს ვიტყვი, რომ ფინიკზე დავამატებ, რომ ფინიკი უნდა იყოს აუცილებლად წონის, ვინაიდან კოლოფებში თუ არის ირანული ფინიკი არ არის სასიამოვნო, სასურველი იყოს აფრიკის, ეგრეთ წოდებული თამარის სახეობა. რაც შეეხება კოწახურს, კოწახური არის ამ ეტაპზე გამომშრალი და კოწახური 50 გრამი ყველაფერს კარგად გარეცხავ. კოწახურის გარდა ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ლურჯი მოცი, თუ გაქვთ ამ წუთში შენახული თუ არა და როცა იქნება ამის სეზონი გააკეთეთ. ნუ ავიღებთ კოწახურს და შავ მოცს, ლურჯ მოცს ერთად, ან ერთი ავიღოთ, ან მეორე. რა ნივთიერება შეიცავს კოწახური? კოწახური შეიცავს ბერბერინს, რომელიც არის ყველაზე აქტიური ნივთიერება ღვიძლისათვის და ღვიძლი და თვალი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ისევე როგორც ორივე თვალი ერთმანეთთან დაკავშირებული. ბერბერინი არის ანტისიმსივნური, უჯრედების აღმდგენი და მისი გამოყენება თქვენ შეგიძლიათ ძალიან დიდხანს. ასევე კარგად მოქმედებს ცხიმოვან ცვლაზე. დავიწყოთ დავიწყოთ მომზადება კოქტეილის. 50 მილილიტრი ლიმონის წვენი და 50 მილილიტრი ფორთოხლის წვენი მოვათავსე უკვე, რო მომეგო, შეგიძლიათ ცოტა მეტიც გამოიყენოთ, ან შეგიძლიათ თქვენ თუ გემრიელი არის ფორთოხალი, შეგიძლიათ ფორთოხლის რბილობიც გამოიყენოთ. ცოტა ნელა ვაკეთებ, რომ არ გაავშალო ძალიან და არ გაესკლეს, არ დამეპნეს. ჯერ დავაბლენდეროთ. კონდეს გვერდით გადადუღებული ოთახის ტემპერატურის წყალი, შეიძლება დაგჭირდეს ოდნავ წყლის დამატება. ერთჯერად ჭურჭელში, ერთჯერად ჭიქებში რომ გავყინოთ. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვამზადოთ და გამოვიყენოთ დაახლოებით მაისში თუნდაც, მაგრამ არ გიჩვენთ მაისამდე გაჩერებას ამისას. გამოიყენეთ ყოველ დღე, გამოიყენება დღის პირველ 2 საათამდე, ვინაიდან გახალისებულიც გექნება დგონება, თვალი მომარაგებული იქნება, ცენტრალური ნერვული სისტემა იქნება გააქტიურებული, უფრო
გონებრივად უფრო მეტი შესაძლებლობები ექნება თქვენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას. გაყიდვის შემდგომ რას ვაკეთებთ? გამოგვაქვს ჩავაგდებთ დაახლოებით 150-200 მილილიტრ წყალში და მივერთმევთ ასე ცოცხალი კოქტეილს. დამიჯერეთ არის უგემრიელესი. და დიდი რაოდენობით, როგორც შეხედეთ, შეიცავს მიკროელემენტებს, შეიცავს ვიტამინებს და რაც მთავარია, ძალიან ძვირფას აქტიურ ნივთიერებებს. ვიმეორებ, ტრიფტოფანი არის შეუცვლელი, გარდა ტრიფტოფანისა, ფინიკში არის ვიტამინები ძალიან დიდი რაოდენობით, ბეჭდვის ვიტამინები, C ვიტამინი და ფინიკი გატოლებული არის თავისი ბიოქიმიური შემადგენლობით თავთან. ვიმეორებ, თუ თქვენ არ გაქვთ ფინიკის სიმწუხის საშუალება, გამოიყენეთ თაფლი. თაფლი უნდა იყოს აუცილებლად მინდვრის, ერთი სიტყვით არ უნდა იყოს თაფლი აკაციის ან წაბლის და დანარჩენი თაფლი ნებისმიერი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამავე დროს ეცადეთ ქართული პროდუქტები აიღოთ, რაც თქვენ ჯანმრთელობაზე ძალიან კარგად აისახება. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად. მე ვარ მარიამ ბელაშვილი, შემომიერთდით ჯგუფში ფიტოთერაპია და ფერუდოთერაპია. ჯგუფში ყოველთვის განიხილება 3 საკითხი და ერთი საკითხი ყოველთვის არის სასარგებლო პროდუქტის მომზადება. უახლოესი მეცადინეობა მაქვს 4 შაბათს, მომავალ 4 შაბათს, გელოდებით. ჩვენ უახლოეს მეცადინეობაში განვიხილავთ ფიტონაკრების ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტებს და კიდევ ერთხელ მადლობა. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და გისურვებთ, რომ შექმნათ თქვენი თავის საუკეთესო ვერსიი.